გამოგრძელოთ სერია გამოღვიძების დროა და დღეს ვილაპარაკეთ სად მიდის ჩვენი ენერგია და რა არის ენერგია. ენერგია არის ღმერთი. ჩვენ ვართ აბსოლუტი. ნახეთ, დღეს ავიღე აი ესეთი ფერადი, რომ ვიცოდეთ, რომ ყველაფერია აქ უფორმო, ანუ ყველაფერია არაფერი, ყველაფერი რესურსი, კვანტურ ველში შესაძლებლობების კვანტური ველი, სადაც ყველაფერია და ამას ვეძახით ჩვენ აბსოლუტს ღმერთს, რომელიც გამოეყო, ნახეთ, რომელსაც გამოეყო კვანტური შესაძლებლობებიდან თავისი მსგავსი და ჩამოდის ეს თავისი მსგავსი სად? დედამიწაზე. დედამიწის გარდა არსებობს სხვა განზომილებები, ეს არის 3D, სულისთვის ერთ-ერთი გაჩერება და უნივერსიტეტი. ეს არის ღვთიურობის სასწავლი უნივერსიტეტი, ღმერთობის სასწავლი უნივერსიტეტი. რო გამოეყო, ჩამოვიდა, ანალოგიურად ყველა რესურსი აქვს, ჩამოვიდა სხეულში, ყველა რესურსი აქვს, მაგრამ არ იცის, სხვა ვიდეოები ნახეთ თუ შეიძლება, ჩემი არ იცის, იმიტომ რომ ამ დედამიწაზე ჩამოსვლა, ამ დედამიწა რა, სხვა დედამიწა არ არის, ეს ამ დედამიწაზე რომ ჩამოვიდეს და სხეული რომ მიიღოს, არის პირობა, უნდა დაივიწყოს რომ ღმერთია, რატომ? იმიტომ რომ აქ არის თავისი პირობა, 3D-ს არის დუალობა. ანუ აქ არ არის ღმერთში, არ არის დუალობა, ღმერთში არის ყველა რესურსი, პლუსი, მინუსი. მამა, დედა, ერთიანი, ღმერთი. ჩამოვიდა და აქ ფიზიკურ სხეულში დაიწყო გაყოფა, ზოგი ქალია, ზოგი კაცია. ეხლა ღვთიური როა თავისი რესურსით ჩამოდის. ნახეთ, ავიღოთ ელემენტი მაგალითად. ელემენტი, რომელსაც ღვთიური რესურსის ელემენტი გამოიყოლა, ისედაც მიბმულია ის ღვთიური ელემენტს, იმიტომ რომ დედამიწაზე რა პირობით ჩამოდის, რომ აქ ღვთიური ენერგიები დახარჯოს, დაახარჯინოს სამა, მაგრამ რეალობაში, რაც მან არ იცის, კი არ უნდა დახარჯოს, არამედ ეს გამოიყენოს ღმერთობის სასწავლად, პლაცდარმია ღმერთობის, ერთობის სასწავლად. მაგრამ მან ეს არ იცის, რომ ჩამოვიდა, 3D არის დუალური, არის სიძულვილი, სიყვარული. მართალი, მტყუანი. სწორი, არასწორი და მსგავსი რაღაცები. ანუ დუალობაა აქ. ამ დუალობაში ადამიანი სწავლობს სწორედ ღმერთობას. სამწუხაროდ ვერ სწავლობს, იმიტომ რომ ეს ცოდნები არ აქვს და რა ცოდნებია აქვს მას. მას აქვს ის მიწიერი ცოდნები, რომლითაც ის ენერგიას გასცემს დედამიწაზე და კვებავს ეგრეგორულ სისტემებს. თავის ღვთიურ ენერგიას, რომელიც მას რესურსად გამოყვა, ვიღაცას 2 წელი ცხოვრობს, ვიღაცა 22 წელი, ვიღაცა 70, ვიღაცა 90. ყველასთვის ეს წელი არის აი აქ ღმერთობის ასასვლელი წელი. ნახეთ, ზუსტად ეს წელი სჭირდება მას, რომ გადმოისახება, მეც არ ცხოვრობს. მაგრამ თუ მძინარეთ, ანუ ყველა სულს თავისი პროგრამა აქვს. ამ აკადემიაში, ეს არის ღმერთობის სასწავლო აკადემია, ჩამოდის გარკვეული ვადით, გარკვეული რესურსებით, რომ მან ისწავლოს ღმერთობა. ეხლა რატო ვერ სწავლობს ღმერთობას? იმიტომ რომ მას ავიწყებენ, რომ ღმერთია, მას ეუბნებიან, რომ შენ ხარ
სახელი გვარი, ეგრევე ნომერი ეძლევა დაბადებიდან, სახელი გვარი იდენტობა, მერე სკოლა, მერე ეგოში ვარდება, მერე ასწავლიან მოკლედ წარმატებული როგორ გახდეს და მთლიანად ავიწყდება და მსახურებაში ხდება 3 დის. ანუ არის სიძულვილსა და სიყვარულ, ტყუნვისა და მართალი, სამართალი და არასამართალი. აი მის დამტკიცებაშია და საერთოდ არა აი ნახეთ, კიდევ რა ეგრეგორულია ჩვენ ვისწავლეთ, ტივი, ტელევიზია რატომ იწყებენ დესტრუქციით, იმიტომ დესტრუქციული შიში დათესონ, იმიტომ რომ ის იკვებება ორივე ენერგიით, პოზიტიურით და დესტრუქციულიც მისი საკვებია. ანუ მაგალითად თუ უყურებ ტელევიზორში სერიალებს და რა აქვს მნიშვნელობა სად უყურებ, თუ უყურებ სერიალებში რა არის, ამას წინათ ვიყავი და ამ სერიალში იყო საშინელებათა რაღაცა, ესე იგი კლანი კლანს ებრძვის, ვიღაცის ცოლი ვიღაცასთან რაღაცას, მოკლედ არის საქმის გარჩევები და რაღაცა ნახევარ საათში დამჭირდა ენერგეტიკული ფარის დაყენება და რომ ეს არ ყოფილიყო ჩემი პროგრამა. იმიტომ რომ ნახეთ, როდესაც ტელევიზიები ასე შემდეგ საინფორმაციები კარნახობენ თქვენ არაცნობიერად თქვენში იწერება მოდელები სამოქმედო და ეს ადამიანი, ვინც მისჩერებია ამ სერიალს, ზუსტად მის ცხოვრებაში, ან მისი შვილების ცხოვრებაში, ანუ მის სივრცეში, ადამიანი შედგება ტორსირებული ველისგან და რა ინფორმაციას აწუდის იგი ეგრეგორებიდან თავს, ანუ იღებს ამ ინფორმაციას, იმისი რეალობა ვითარდება. ანუ თვითონ მაგალითად რძალდედამთილის ამბები, მოკლედ რძალდედამთილის ამბების გარკვევაშია, ან კიდევ სხვა ბუფულობის წუხილშია, დარდშია, შესაბამისად ეს პროგრამები მას მიეცა ტელევიზია, სერიალები და მსგავსი რაღაცები და თავის ცხოვრებაში ეს სცენარები უნვითარდება. ანუ სად ხარჯავს, თუ ქონდა ამხელა რესურსი, ამდენი წლის, ის თავის ღვთიურ რესურსს ხარჯავს რაზე? დახარჯა აქ სერიალებს უყურებს, აქ მართალს არჩევს, აქ იწუწუნებს, აქ განიკითხავს და ნელ-ნელა მისი რესურსი ნელ-ნელა იცლება რესურსისგან. ამიგეთ, ნელ-ნელა. მერე კიდევ რაღაცაში ხარჯავს და всё, ცხოვრება გავიდა, რესურსი ამოეწურა. ეხლა რესურსი სად უნდა წავიდეს ენერგია? ჩვენ უნდა მივიღოთ 3D მატრიცა, რომ კი არ უნდა ვებრძოლოთ ცუდია და კი არ უნდა გავიქცე აქედან ვერსად ვერ გაიქცევი, სანამ შენი დრო არ მოვა. ანუ რა უნდა გავაკეთოთ? ესენი ამათ კი არ უნდა გამოვაყენებინოთ თავი, უნდა გამოვხიზლდეთ, ეს პროგრამები მივიღოთ და დავიწყოთ, გამოვიყენოთ როგორც ინსტრუმენტი ღმერთობის სასწავლად. თუ მიგზავნის სიძულვილის სიტუაციებს, პატიებით, სიყვარულით, მიმტევებლობით დავიწყოთ სიყვარულზე მადლიერებით გადასვლა. თუ მიგზავნის უსამართლობის განცდას, უნდა მივხვდე როგორ გავხდე აქედან. ამოცანებია, გაკვეთილებია, სადაც მინუსი გადაყავს პლუსში. როცა შენ პლუსში გადადიხარ, შენი ცნობიერება 4D-დან გადადის 5D-ში და ნელ-ნელა შენ ხედავ ამ ყველაფერს, იყენებ როგორც ინსტრუმენტი და შენ კი არ კვებავ ამას იყენებ როგორც ინსტრუმენტებად, რომ ისწავლო ღვთიურობა, ერთობა. ამისათვის შექმნილია ის უფასო ტელეგრამ არხი, სადაც შეგიძლიათ მადლიერების მარათონში მიიღოთ მონაწილეობა. ასევე არის კურსი 28 დღიანი ონლაინ გამოღვიძების დროა, სადაც შეგიძლიათ ვინც რეზონირდებით ამასთან და გაქვთ ამის საშუალება, მიიღოთ მონაწილეობა. თუ პასიურად იქნებით ტელეგრამ არხში და არაფერს არ გავაკეთებ და სხვების გაზიარებულს მხოლოდ უყურებთ გვერდიდან, არაფერი არ გამოვა. ჩვენი ჩვევები არის იმდენად ემარტივება ხალხს მაღალ ვიბრაციებზე ასვლისას, რომ ვეუბნები, საჭიროა მადლიერება ყოველ დღე და აფიქსირო შენს ცხოვრებაში და ჯერ დაწერო, რომ ეს უნარჩვევად გაგიჭრე. ეს იმდენად მარტივია. არ გააკეთებს. თუ არ გააკეთებ, შენ თუ არ აკეთებს, იქით შენ თუ არ ქმნი,
სხვა თავის ოცნებების შემქმნელად გქირაობს და ამ შემთხვევაში მატრიცა. შენგან მიაქვს ეს რესურსი, ეს ენერგია და ამ ენერგიით ის ძლიერდება, მას არ აქვს სხვა რესურსი.